მოდიოდა და დაინახა კაცი დაბადებიდან ბრმა. შეეკითხნენ მოწაფეები. რაბი, ვინ შესწოდა? მან თუ მისმა მშობლებმა ბრმა რომ დაიბადა? მიუგო იესომ. არც მას შეუწოდავს და არც მის მშობლებს. არამედ რათა ღვთის საქმენი გამოცხადდეს მასში. ჩვენ უნდა ვაკეთოთ იმის საქმენი, ვინც მე მომავლინე. სანამ დღეა. მოდის ღამე, როცა ვეღარავინ შეძლებს კეთებას. სანამ წუთი სოფელში ვარ. წუთი სოფლის ნათელი ვარ. ეს რომ თქვა, მიწაზე დააფურთხა. ფურთხით ტალახი მოზილა და თვალებზე წაუსვა ბრმას. უთხრა, წადი და დაიბანე სილუამის აუზში. რაც ნიშნავს მოვლინებულს. წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი. მეზობლებმა და მათ ვისაც ადრე ენახათ, რომ მათხოვარი იყო თქვეს. ეს ის არ არის, რომ იჯდა და მათხოვრობდა. ერთნი ამბობდნენ. ეს სწორედ ისაა. სხვებმა თქვეს. არა, მაგრამ იმას აგავს. მან კითხვა. მე ვარ. მაშინ კითხეს მას. როგორ აგეხილა თვალები? მან მიუგო. კაცმა იესო რომ ქვია, მოზილა ტალახი წამისვა თვალებზე და მითხრა: წადი სილუამს და მოიბანეო. წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალები. მაშინ უთხრეს მას. სადაა იგი? მან თქვა. არ ვიცი. მიიყვანეს ფარისევლებთან ის კაცი წინათ რომ ბრმა იყო. შაბათი იყო ის დღე. იესომ რომ ტალახი მოზილა და თვალები აუხილა. ფარისევლებმაც კითხეს თუ როგორ აეხილა თვალები. უთხრა მათ. ტალახი დამადო თვალებზე მოვიბანე და ვხედავ. მაშინ ზოგმა ფარისეველმა თქვა. ეს კაცი არ არის ღვთისგან, რა კი შაბათს არ იცავს. სხვებმა კითხვეს. როგორ შეძლებს სოდვილი კაცი ასეთი სასწაულების მოხდენას? და იყო მათ შორის განხეთქილება. კვლავ უთხრეს ბრმას. შენ რა სიტყვი მასზე? თვალები რომ აგიხილა. მან თქვა. წინასწარმეტყველია იგი. არ დაუჯერეს იუდეველებმა მას რომ ბრმა იყო და თვალები აეხილა, სანამ თვალახელილის მშობლებს არ დაუძახეს. კითხეს მათ. ესაა თქვენი ვაჟი, ვისაც ამბობთ რომ ბრმა დაიბადაო. ახლა როგორ გახედავს? მიუგეს მშობლებმა და უთხრეს. ვიცით, რომ ეს ჩვენი შვილია და ბრმა დაიბადა. მაგრამ ახლა როგორ ხედავს არ ვიცით. ან ვინ აუხილა თვალები არც ეგ ვიცით. ხომ ასაკოვანია, მას კითხეთ და თვითონ იტყვის თავის თავს. ასე უთხრეს მისმა მშობლებმა, რადგან ეშინოდათ იუდეველებისა, ვინაიდან იუდეველებს უკვე პირის შეეკრათ, სინაგოგიდან მოეკვეთათ ყველა, ვინც მას ქრისტედ აღიარებდა.
ამიტომ უთხრეს მშობლებმა. ასაკოვანია, მას კითხეთო. ამიტომ მეორედ დაუძახეს იმ კაცს, ბრმა რომ იყო და უთხრეს. მიაგედიდება ღმერთს. ჩვენ ვიცით რომ ცოდვილია ის კაცი. მან კი მიუგო. არ ვიცი ის კაცი ცოდვილია თუ არა. ერთი რამ ვიცი, ბრმა ვიყავი და ახლა კი ვხედავ. კვლავ უთხრეს მას. რა გაგიკეთა? როგორ აგიხილა თვალები? მიუგო მათ. მე უკვე გითხარით და არ მისმინეთ. რა გინდათ კვლავ მოსმენა? ან იქნებ მის მოწაფეებად გახდო მაქსურთ. მათ კი გალანძღეს იგი და უთხრეს. შენ ახარ მისი მოწაფე. ჩვენ კი მოსეს მოწაფეები ვართ. ჩვენ ვიცით რომ მოსეს ელაპარაკებოდა ღმერთი. ამაზე კი არაფერი არ ვიცით. საიდანაა იგი? მიუგო კაცმა და უთხრა მათ. საკურველი სწორედ ისაა რომ თქვენ არ იცით საიდანაა იგი. მან კი თვალები ამიხილა. ჩვენ კი ვიცით რომ ცოდვილებს არ უსმენს ღმერთი. არამედ ვინც ღვთის მოშიშია და მის ნებას ასრულებს იმას usmens. საუკუნიდან არ გაგონილა რომ ვინმეს ბრმად დაბადებულისათვის თვალები აეხილოს. ეს რომ ღვთისაგან არ ყოფილიყო ვერაფერს გახდებოდა. მიუგეს მას. შენ მთლიანად ცოდვებში დაიბადე და ჩვენ გვასწავლი? და გარეთ გამოაგდეს იგი. იესომ გაიგო რომ გარეთ გამოაგდეს იგი. მონახა და უთხრა მას. შენ გწამს კაცისძე? მიუგო მან და უთხრა. ვინა იგი უფალო რომ ვიწამო? იესომ უთხრა. შენ გინახავს იგი და ვინ შენ გელაპარაკება ისა? მან მიუგო. მე მწამს უფალო. და თაყვანისცა მას. უთხრა იესომ. განსასჯელად მოვედი ამ წუთის სოფელში, რათა ბრმებმა დაინახონ, მხედველნიკი დაბრმავდნენ. მასთან მყოფმა ზოგიერთმა ფარისეველმა გაიგონა ეს და უთხრა მას. ნუ თუ ჩვენც ბრმები ვართ. უთხრა მათ იესომ. ბრმები რომ ყოფილიყავით, ცოდვა არ გექნებოდათ, მაგრამ რა კი ამბობთ, თვალხილულნი ვართო, თქვენი ცოდვა რჩება. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ. ვინც კარიდან არ შედის ცხრის ფარეხში და სხვა გზით გადადის, ქურდი და ავაზაკია იგი. ვინც კარიდან შედის, ცხრის მწყემსია იგი. მეკარე უღებს მას, ცხარი უსმენს მის ხმას. იგი სახელით მოუხმობს თავის ხვარს და გამოჰყავს ისინი. როცა თავისებს გამოუშვებს, იმათ წინ მიუძღვის და ცხარიც მისდევს მას, რადგან იცნობს მის ხმას. უცხოს არ გაჰყვება, გაექცევა, რადგან უცხოთა ხმას არ იცნობს. ეს იგავი უთხრა მათ იესომ, მათ კი ვერ გაიგეს, რას ეუბნებოდა. კვლავ უთხრა იესომ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მე ვარ კარიც ხვართ. ყველა ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდი და ავაზაკია და ცხარმა არ მოусმინა მათ. მე ვარ კარი, ვინც შედის ჩემით, გადარჩება. შევა და გამოვა და საძოვარს პოვებს. ქურდი მხოლოდ იმისათვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ და უხვად ჰქონდეთ. მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს გასწირავს სხვართათვის. მოჯამაგირე კი, რომელიც არ არის მწყემსი და არც სხვარი ეკუთვნის, მოსული მგლის დანახვაზე სტოვებს, ხრებს და გარბის. მგელი კი იტაცებს მათ და ფანტავს. მოჯამაგირე კი გარბის, რადგან მოჯამაგირია იგი და არ ზრუნავს ცხურებზე. მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემსას და ჩემი მიცნობს მე, როგორც მამა მიცნობს მე და მე ვიცნობ მამას. ჩემ სულს ვწირავ ცხვრთათვის. მე სხვა ცხვრებიც ამყავს, არ ამ ფარეხისა.
მე ისინიც უნდა მოვიყვან. მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი. იმიტომ ვუყვარ ვარ მამას, რომ მე ჩემს სიცოცხლეს ვწირავ, რათა კვლავ დავიბრუნო იქ. ვერავინ წამართმევს მას, მაგრამ მე თვით ვწირავ მას. მე მაქვს ხელმწიფება მის გასაწირავად და მაქვს ხელმწიფება მის დასაბრუნებლად. ეს მცნება მამა ჩემისგან მივიღე. ამ სიტყვების გამო კვლავ ჩამოვარდა განხეთქილება იუდეველთა შორის. ბევრმა მათგანმა თქვა: ეშმაკეულია იგი და შეშლილი. რისთვის უსმენთ მას? სხვებმა თქვეს: ეს სიტყვები ეშმაკეულისა არ არის. განა შეძლებს ეშმაკი ბრმას თვალი აუხილოს. სატფურების დღესასწაული იყო იერუსალიმში. ზამთარი იდგა. იესო ტაძარში დადიოდა სოლომონის სტოაში. აქ შემოეხვინენ იუდეველნი გარშემო და უთხრეს: როდემდე უნდა ყავდეს ჩვენი სული დაბნეულობაში? თუ ქრისტე ხარ, გითხარი გარკვევით. მიუგო იესომ: გითხარით და არ ირწმუნა. ჩემი საქმეები მამა ჩემის სახელით რომ ვაკეთებ, მოწმობენ ჩემს. მაგრამ თქვენ არ გჯერათ, რადგან ჩემი ცხვრისაგანნი არ ახართ, როგორც გითხარით. ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ. მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან. მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს. მამა ჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია და ვერავინ ვერ გაიტაცებს მათ მამა ჩემის ხელიდან. მე და მამა ერთი ვართ. მაშინ კვლავ დაავლეს იუდეველებმა ქვას ხელი მის ჩასაქოლად. მიუგო მათ იესომ. ბევრი კარგი საქმე გაჩვენეთ მამისგან. რომელი მათგანისთვის მქოლავთ? მიუგეს მას იუდეველებმა. კარგი საქმისთვის კი არ გქოლავთ, არამედ ღვთისგმობისათვის და იმისთვის, რომ კაცი ხარ და ღმერთად ხდის შენს თავს. მიუგო მათ იესომ. განა თქვენს რჯულში არ წერია, რომ მე ვთქვი თქვენ ღმერთები ხართ. თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც ღვთის სიტყვა იყო და ვის მიმართაც წერილი არ ირღვევა, მას, რომელიც მამამ განწმინდა და მოავლინა წუთის სოფელში, ეუბნებით ღმერთს გმობო, რა კი ვთქვი ღვთისზე ვარ მეთქი. თუ მამა ჩემის საქმეებს არ ვაკეთებ, ნუ მერწმუნებით. Even though you do not believe me, you should at least believe my deeds. და თუ ვაკეთებ და არ მერწმუნებით, საქმეებს ერწმუნეთ, რათა გაიგოთ და იცოდეთ, რომ ჩემშია მამა და მე მამაში ვარ. მაშინ კვლავ ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ დაუსხდა მათ ხელიდან. ისევ წავიდა იორდანეს გაღმა, იმ ადგილას, სადაც წინათ ნათლავდა იოანე და იქ დარჩა. ბევრნი მოვიდნენ მასთან და უთხრეს: იოანეს არ მოუხდენია არც ერთი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც იოანემ თქვა მას, ჭეშმარიტი იყო. და იქ ბევრმა ირწმუნა იგი.